მოგესალმებით. ვაგრძელებთ არაორგანულ ნაერთთა კლასების შესწავლას. ჩვენი გაკვეთილის თემაა მარილები. ოქსიდების, მჟავებისა და ფუძეების თვისებების განხილვისას რეაქციის პროდუქტის სახით არაერთხელ შეგვხვდა ნივთიერება, რომელიც მარილის სახელწოდებითაა ცნობილი. მარილი არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომისა და მჟავური ნაშთისაგან. მარილის სახელწოდება წარმოდგება მეტალისა და მასთან დაკავშირებული მჟავური ნაშთის ლათინური სახელწოდებისაგან. თუ მეტალს ცვალებადი ვალენტობა აქვს, მის სახელწოდებას დაერთვის ვალენტობის მაჩვენებელი რიცხვი ფრჩხილებში. მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის სულფატი, რკინის ორვალენტოვანი სულფატი, რკინის სამვალენტოვანი სულფატი. ზოგიერთი მჟავასა და მისი შესაბამისი მარილის ფორმულა და სახელწოდება მოცემულია ცხრილში. მარილის ფორმულიდან შეგვიძლია განსაზღვროთ მეტალის ვალენტობა, მასთან დაკავშირებული მჟავური ნაშთის ვალენტობისა და ინდექსის მიხედვით. მაგალითად, რკინის ქლორიდი. ამ ნივთიერებაში რკინასთან დაკავშირებულია მარილმჟავას ერთვალენტიანი ნაშთი, რომლის ინდექსია 2. მასშტაბი რკინა ამ მარილში ორვალენტიანია. მისი სახელწოდება იქნება რკინის ორვალენტოვანი ქლორიდი. ხოლო მარილში ფერუმ ქლორ 3 რკინა სამვალენტიანია. სახელწოდება იქნება შესაბამისად რკინის სამვალენტოვანი ქლორიდი. მარილები ძირითადად იონური ნაერთებია. მათი უმრავლესობა წყალში ხსნადია და წყალხსნარებში იშლებიან მეტალის კათიონისა და მჟავას ნაშთის ანიონის წარმოქმნით. არსებობს მარილების, მჟავებისა და ფუძეების წყალში ხსნადობის ცხრილი, რომელშიც ანიონისა და კათიონის გადაკვეთაზე მითითებულია მათი შესაბამისი მარილის წყალში ხსნადობა. ნივთიერებები არიან წყალში კარგად ხსნადი, მცირედ ხსნადი ან პრაქტიკულად უხსნადი. მაგალითად, წყალში კარგად იხსნება აზოტმჟავას ყველა მარილი, მარილმჟავას მარილები ვერცხლის ქლორიდის გარდა, ტუტე მეტალების მარილები. ამავე ცხრილის დახმარებით ადვილია ნაერთთა ფორმულების შედგენა, რადგან იონთა მუხტები ემთხვევა მათ ვალენტობას შესაბამის ნაერთებში. მარილის ფორმულის შედგენისა და დასახელებისას მოქმედების ალგორითმი ასეთია. პირველი, წერთ ერთმანეთის გვერდით მეტალისა და მჟავური ნაშთის ფორმულებს. მაგალითად, კალციუმის ფოსფატი შედგება კალციუმისა და ფოსფორმჟავას ნაშთისაგან. მეორე, თავზე ვაწერთ ვალენტობის აღნიშნულ რიცხვებს. კალციუმს 2-ს, P4-ს კი 3-ს. მესამე, ვალენტობის მიხედვით ვადგენთ ინდექსებს და ვწერთ შესაბამისად მეტალთან და მჟავურ ნაშთთან. ჟანგბადიანი ნაშთი უნდა ჩავსვათ ფრჩხილებში და გარეთ მივუწეროთ ინდექსი. ფორმულას ვკითხულობთ ასე: კალციუმ 3, P4 2-ჯერ. მარილის სახელწოდების შედგენისას ჯერ ვასახელებთ მეტალს. თუ მეტალი ცვალებად ვალენტიანია, მიუთითებთ მის ვალენტობას. შემდეგ კი მჟაურ ნაშთს, კალციუმის ფოსფატი. მარილის ქიმიური ფორმულის შედგენისას თუ ინდექსები იკვეცება, შევკვეცთ. მარილის ფორმულაში არამეტალის ვალენტობის განსაზღვრისათვის ვიყენებთ ჟანგვის ხარისხის განსაზღვრის წესებს, რადგან ამ შემთხვევაში ჟანგვის ხარისხი ემთხვევა ვალენტობას. მაგალითად, კალიუმის ნიტრატში აზოტის ვალენტობა შეიძლება ასე გამოვთვალოთ. ჟანგბადის ჟანგვის ხარისხია -2, კალიუმის +1, რადგან ის ერთვალენტიანი ელემენტია. როგორც ვიცით, ჟანგვის ხარისხების ალგებრული ჯამი ნულის ტოლი უნდა იყოს. ამის გათვალისწინებით აზოტის ჟანგვის ხარისხი იქნება +5. ესე იგი, აზოტი ამ მარილში 5 ვალენტიანია. ამრიგად, გავეცანით მარილთა კლასს. შემდეგი გაკვეთილი დაეთმობა მარილთა მიღების ხერხებს. კარგად ბრძანდებოდეთ.